საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გიორგი უგულავას სარჩელი დააკმაყოფილა სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159 მუხლის შინაარსი, რომელიც თვითმმართველობის პირდაპირი და ფარული კენჭისყრით არჩეული პირების თანამდებობიდან გადაყენებას და ზეპირი მოსმენის გარეშე ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას უშვებს. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ ხალხის მიერ არჩეული თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეჩერება იმავდროულად ხალხის მანდატის შეჩერებას გულისხმობს, რაც თვითმმართველობის საქმიანობაში უხეში ჩარევაა. მოქალაქე გიორგი უგულავა თბილისის მერის თანამდებობიდან თბილისის საქალაქო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე 2013 წლის 22 დეკემბერს გადააყენა. საკონსტიტუციო სასამართლოს კი უკვე მოქალაქის სტატუსით მან 6 თებერვალს მიმართა. აცხადებდა, რომ იგი 2010 წელს მერად მოსახლეობამ 4 წლის ვადით აირჩია და თანამდებობიდან მისი გადაყენება ზეპირი მოსმენის გარეშე არაკონსტიტუციური იყო. საქართველოს სისხლის კოდექსის 159 მუხლის ისტორიულ შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის საყოველთაო, თანასწორო და პირდაპირ საჩვენო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით არჩეული პირების თანამდებობიდან სამუშაო და გადაყენებას, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160 მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადება იმურგულად ძალადაკმაყოფილება იქნება სრულული ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს პროგრამაზე მისი საჯარო გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილება საბოლოოდ და გასაჩივრებას ან გადასინებას არ ექვემდებარება. ჩვენი ადვოკატები ბუნებრივია ამ გადაწყვეტილებით შუამდგომლობით შევლენ საქალაქო სასამართლოში და მე იმედი მაქვს საქალაქო სასამართლო ამჯერად მაინც მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. ორი კვირით აღდგენა სამსახურში აქ რა თქმა უნდა ჩემი თვითმიზანი ნამდვილად არ არის, აქ არის პრინციპზე ლაპარაკი, რომ ის რაც არ გეკუთვნის, ის რაც უკანონოა, ის რაც უზნეოა, მთავრობამ არ უნდა ჩაიდინოს